ვლადიმირ პუტინი აფართოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მზად არის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. სანამ მთელი მსოფლიო უყურებს ომს ახლო აღმოსავლეთში და დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტს, ვლადიმირ პუტინმა ჩუმად მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელთაც რუსეთის პასპორტები გაიცემა დნესტრისპირეთის მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებზე. თუ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ ბიუროკრატიული პროცედურაა, ახლა აგიხსნით, რატომ შეიძლება ეს იყოს გაცილებით უფრო საშიში რაღაცის პრელუდი. საბოლოოდ ადრე რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს შეიყვანოს ჯარი ნებისმიერ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. უკვე დაზვერვამაც გააფრთხილა, რომ დონბასის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მზად არის სადოს ოდესის დაპყრობა, რომელსაც ეს დნესტრისპირეთი ესაზღვრება. მოდი დავიწყოთ იმით, თუ რა არის საერთოდ დნესტრისპირეთი, რადგან ბევრს უბრალოდ გონია, რომ მოლდოვაში არსებობს რაღაც ნაცრისფერი ზონა და მეტი არაფერი. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩემი გამოშვებები ბევრ ენაზე ითარგმნება და ყველასთვის, ვინც ამ გამოშვებას უყურებს, კონტექსტის გაგება აუცილებელია. დნესტრისპირეთი არის ვიწრო მიწის ზოლი, რომელიც მდებარეობს დნესტრის მდინარესა და მოლდოვის უკრაინის საზღვარს შორის. ოფიციალურად ეს მოლდოვის ნაწილია, რომელიც 1982 წლიდან რუსეთის მხარდაჭერი ცალკე არაღიარებულ კვაზისახელმწიფოდ არსებობს. მოსახლეობა იქ ოფიციალურად დაახლოებით 350,000 ადამიანი. უმეტესად რუსულენოვანი. იქ 1982 წლიდან დგანან რუსეთის ჯარები, ოფიციალურად დაახლოებით 1500 ადამიანი. და იქვე მდებარეობს უზარმაზარი, უბრალოდ უზარმაზარი საბჭოთა საბრძოლო მასალის საწყობები. და აი ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ფაქტობრივად ამამართივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღების გზას დნესტრისპირეთის ყველა სრულწლოვანი მცხოვრებლისათვის. ეს არის 10,000-ობით პოტენციური ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ ომში. კრემლის ეს ნაბიჯი ახალი არ არის. ეს არ არის ახალი ინსტრუმენტი მისი გეოპოლიტიკური არსენალიდან, არამედ წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ პასპორტიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაციისთვის. მოსკოვმა უკვე გამოიყენა მსგავსი სცენარები 2008 წლის ზაფხულში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოში სამხედრო შეჭრამდე, ასევე დონბასსა და ყირიმში, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური აგრესიის დაწყებამდე. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. საჭიროა მაქსიმალურად მკაფიოდ დაფიქსირება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელი. რუსეთმა ჯერ ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტები დაურიგა. შემდეგ ამ ტერიტორიებზე თავის მოქალაქეებზე მუქარის შესახებ განაცხადა. შემდეგ ჯარი შეიყვანა და ომი დაიწყო. ყირიმი და დონბასი 2014-დან 2022 წლამდე პერიოდში ზუსტად იგივე სქემა. რუსული პასპორტები. შემდეგ განცხადება თითქოს და მოქალაქეებზე მუქარის შესახებ. ჯარი. Теперь вот Приднестровье. და ჩვენ აქ პირველ ეტაპზე ვართ პასპორტებთან. შემდეგ რა იქნება? ლოგიკა აშკარა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ უკვე მოამზადა საკანონმდებლო მექანიზმი შემდეგი ნაბიჯისთვის. 13 მაისს ამ წლის რუსეთის სახელმწიფო დუმამ საბოლოოდ მისცა უფლება ვლადიმირ პუტინს შეიყვანოს არმია სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. ეს არის კანონი, მოქმედი კანონი. და ლოგიკა ასეთია. რუსეთის მოქალაქეები დნესტრისპირეთში, რადგან თავად დაურიგე მათ რუსეთის პასპორტები, გიჩნდება იურიდიული საფუძველი სამხედრო ჩარევისთვის. სერგეი შოიგუ, ეს არის რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. უკვე წარმოთქვა სიტყვები, რომელმიც მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს. შემდეგ მოხვება მისი ციტატა. 220,000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს დნესტრისპირეთში. ვისი ინტერესები და უსაფრთხოება კიევის და კრემლის უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედებების გამო საფრთხის ქვეშაა. თუმცა კიშინიოვიც საფრთხეშია. თუ საჭირო იქნება, რუსეთი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას და გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას მათი დასაცავად. და ყველაზე მთავარად შოიგუ ამატებს. მოლდოვის ხელმძღვანელობის რიტორიკა დნესტრისპირეთთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად გავს უკრაინის ხელისუფლების განცხადებას დონბასზე 2014 წლის შემდეგ. აი ეს ფრაზა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს დონბას 2014 წლის შემდეგ. ეს სწორედ ის ფორმულირებაა. სწორედ ამ რიტორიკას იყენებდა რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე. სიტყვა სიტყვით. მუქარი სტრუქტურა იდენტურია. და ისინი, ვინც 2021-2022 წლების მოვლენებს ადევნებდა თვალს, უნდა გრძნობდნენ დეჟავიუს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ მაინც შევინარჩუნოთ სიფხიზლე. რუსეთს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს დნესტრისპირეთთან. დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცი განთავსებულია დნესტრისპირეთში. მხოლოდ დაახლოებით 100 მათგანია რეალურად რუსი. დანარჩენები ადგილობრივი დნესტრისპირელები არიან, რომლებსაც რუსული პასპორტები მისცეს.
მათ იქ საკუთარი სახლები და ოჯახები აქვთ და ეს არ არის საბრძოლო უნარიანი ექსპედიციური არმიის корпуსი. არა, ეს გარნიზონია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. მზად არიან თუ არა ისინი პირდაპირ ომში წასასვლელად, ეს ღია კითხვაა. არის კიდევ უფრო ფუნდამენტური პრობლემა. რუსეთსა და დნესტრისპირეთს შორის უკრაინაა. რუსეთს არ აქვს სახმელეთო კორიდორი თავის გარნიზონთან. 2022 წლის შემდეგ უკრაინამ სრულად დახურა საზღვარი. დამატებითი ძალების გადაყვანა სახმელეთო გზით შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ თუ საქმე რეალურ კონფლიქტამდე მივა, რუსეთი აღმოჩნდება ჩარჩენილი დაახლოებით 1500 ფაქტობრივად იზოლირებულ სამხედროებთან, რომლებიც ვერ მიიღებენ ვერც საბრძოლო მასალას და ვერც დამატებით ძალებს. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წინა დღეს მოლდოვამ წარადგინა ახალი გეგმა დნესტრისპირეთის რეინტეგრაციისთვის. ეს პირველი გეგმა 2003 წლის შემდეგ. და აქ შოიგუ როცა ამბობს, რომ აი თურმე კიშინიოვი იქცევა ისე როგორც კიევი 2014 წლის შემდეგ, სწორედ ამას გულისხმობს. იმაზე, რომ ტერიტორია უნდა დაბრუნდეს და რეინტეგრირდეს მოლდოვის შემადგენლობაში. კიშინიოვი აღარ განიხილავს რუსეთს როგორც მოლაპარაკებების პარტნიორს, როგორც ეს ადრე იყო. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ადრე კიშინიოვი მოსკოვს განიხილავდა როგორც მოლაპარაკებების პარტნიორს, იმაზე თუ რა უნდა გააკეთებინათ პრიდნესტროვის საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ეს ტერიტორია ოკუპირეს, ასე რომ დოკუმენტმა, ანუ პრიდნესტროვის რეინტეგრაციის გეგმამ კაფიო დააფიქსირა, ციტატა. მოლდოვის რესპუბლიკა არის ერთადერთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორია მოლდოვის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია. გავიმეორებ, რომ მოლდოვამ დატოვა დესთ, მიიღო სამხედრო სტრატეგია 2035 წლამდე და რუსეთი მთავარ საფრთხედ დაასახელა. და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადით შეიტანა. მაგრამ მათთვის კვლავ რჩება ეს პრობლემა დნესტრისპირეთის სახით. აფშდება კითხო, მაშინ რა აზრი აქვს რუსეთის პასპორტიზაციას, თუ სამხედრო ვარიანტი რეალურად არ არსებობს? პასუხი არის ზეწოლა. ზეწოლა ფსიქოლოგიური, დიპლომატიური, საინფორმაციო სამხედრო. ან მოსკოვი ეუბნება კიშინიოვს, ნუ ჩქარობთ ამ რეინტეგრაციაზე, არ გჭირდებათ ეს. მოსკოვი დასავლეთს ეუბნება, ჩვენ ამ რეგიონშიც გვაქვს ზეწოლის ბერკეტები. და თავის შიდა აუდიტორიას ეუბნება, რომ ჩვენ არ ნებდებით, ფართოდებით, ყველგან ჩვენი ხალხია. ომში არ დამარცხებულ ვართ. კიდევ შეგვიძლია ახალი ფრონტის გახსნა და ასე შემდეგ. მაგრამ ასე უნდა გვახსოვდეს, რომ ვლადიმირ პუტინი კიევისა და ოდესის კონტროლის ამბიციებზე არ ამბობს უარს. ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გუშინ გაავრცელა კრემლის პოზიციები უკრაინის მიმართ. და ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობამ ვლადიმირ პუტინი დაარწმუნა დონბასის ტერიტორიების დაპყრობის შესაძლებლობაში. და ლუგანსკის, ხოლო ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინი გეგმავს გააფართოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები უკრაინის მიმართ, მათ შორის ოდესაზეც. იმისთვის, რომ ეს სახმელეთო სარტყელი დნესტრისპირეთთან დააკავშიროს. მართალია რა ფორმატში იქნება ეს ტერიტორიული პრეტენზიები, პოლიტიკური ზეწოლა თუ შეტევის ცელობები, ეს ჯერ გაუკვეველია. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები. დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.